Გამშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. პირველ რიგში გილოცავთ გიორგობას და შეგვეწიოს წმინდა გიორგი და ნამდვილად გვჭირდება დღეს ახლა ჩვენ ზეციური ფავრელობა და დახმარება. ეხლა კი წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს გია შენის ნებართვით მანდილოსანს. ირმა ჭკადოა უფლებადამცველი გამშვიდობისა, მადლობთ რომ ხარ ჩვენი სტუმარი და ქართული მისიის თავკაცი გია კორკოტაშვილი. გიორგი კორკოტაშვილი. შემოწმდი მე რომ დაგესახელები და პირველი. ვიცი რომ ნამდვილი ჯენტლმენი ხარ ასე ვთქვათ, ხო? დიდი მადლობა რომ ხართ ჩემი სტუმრები და ალბათ მიხვდით რატომ დავპატიჟეთ ქალბატონი ირმა. ქალბატონი ირმა გუშინ საოცარი რამ მოხდა გუშინ თუ გუშინწინ. საოცარი რამ მოხდა საქართველოში საღამოს საათებში მთელი საქართველო ერთ იგივე ფაქტზე საუბრობდა. ეს იყო ლევან ზურაბაშვილი. მე არ მინდა რომ ჩვენ საუბარს გქონდეს წახალისების რაღაცა ელფერი. ნამდვილად არა, მაგრამ ვალდებულები ვართ რომ ვისაუბროთ ამ თემაზე, ვიყოთ ობიექტურები და ცოტა მიმტევებლებიც. მეთანხმებით თუ არა? დიახ. ხო? მოდი დავიწყოთ იქიდან რომ სულ მახსენდება სხვათა შორის ძალიან გავს ეს ყველაფერი რუსული გადასარევი ფილმი იყო ბირგი საფტამბაული გეშინოდეს ავტორმა ხო როგორ არის ქართულად სმოქტონოვსკი თამაშობდა და აი რატოს ჩადიოდა ხო ის ამ დანაშაულობებს იმიტომ რომ ნუ ვერ ეგუებოდა როდესაც აი პაპანოვი რო ასრულებდა გაზულუქებული ისინი სპეკულანტები ხო აი ეს კარგად გაჭირვებული პატიოსანი ხალხის ხარჯზე რომ ცხოვრობდნენ კარგად და მე აი ამ ფულს ხო აგზავნიდა უპატრონო ბავშვთა სახლებში რა თქმა უნდა დანაშაული იყო ეს მაგრამ საბჭოთა კავშირშიც კი გადაწყვიტეს რომ ასეთი ფილმი გადაეღოთ ხო და აი ეს პოზიტივი კონდა ამ ფილმს საოცარ მართლაც ძალიან კარგი ფილმი ახლა არავინ არ დამიწყო საბჭოური ფილმი და ასე შემდეგ და რუსული და კიდე რაღაც სისულელეები და რომ რუსეთი ოკუპანტია ვიცით მაგრამ გადასარევი ფილმი იყო და გადასარევი მსახიობები საოცარი აი მეშინია მე მგონი ნინო ამას თუ არ ჩაუფინეთ ხომ რუსეთი ოკუპანტია ხო აი მართალი ხარ ნამდვილად არ უნდა გამესვა ხაზე გეთანხმებით ამაში ხო რაღაცა ანალოგიური ის დატოვა სვაბოდო იური დეტეჩკინო ხო აი რაღაცა ესეთი ის ქონდა ხო აი და სოციალურ ქსელში იყო არსენ ბარჟომსკი და ძალიან ისეთი ქალბატონმა და ამერიკა დედას მეგობარმა რომელიც არის 86 წლის რომელიც ნუ ჭირის უფალია მეუღლე გადასუტირის და ამერიკა და მითხრა მაგან გაიხაროსო ესე იგი აი არავტირი ვარ და რაღაცნაირი პოზიტივიც და რატო სიმართლემ განაპირობა ეს პოზიტივი გია როგორ ფიქრობ სანამ ირმა იურიდიულ ფაქტორზე ადამიანურს მე მგონი შიგნით სულს ისე მოსწყურდა ვით დაჭრილ ირმების გულს წყარო ანკარა ეს სიმართლის თქმა მოუნდა ქართველ ადამიანს და ამაში დაინახეს კაცი რომელიც ყველა სალაპარაკოს ჩვეულებრივი ბიჭი არაფრით განსხვავებული არც ქოცებთან არც ნაცებთან მარტო ხო არც ის არის არც ის გამოვიდა და თქვა თავისი პროტესტი გამოხატა იქ ახლა იურიდიულ ფაქტორებზე ქალბატონმა სამართლებრივად ზუსტად ჩასვავს იმ ჩარჩოში რაც ჩასასმელია მაგრამ მე ვამბობ ეს ადამიანური მიდგომა ხალხო რა ვიცი როგორ შეიძლება სიმპათია გამოიწვიოს დამნაშავემ ხო ეგეთი მიდგომა მაგრამ ეს რა გამოვიდა და Facebook ან სოციალურ ქსელს რო გახსნათ ნებისმიერი ოჯახური საუბრის დროს ყველა მაგას რო ლაპარაკობ თუ ხარ დაკვირვებული რომ პენსიები ისი არ არის რომ ადამიანმა რაღაცა აუცილებელი წამალი იყიდოს ბანკებმა რო დაგვახ ეს თქვა ამ ადამიანმა მე და კაზინო მე სათამაშები აი და მით უმეტეს რომ ნახეთ მას ქონდა ხო მან გამოიარა ეს მისი პირადი ტრაგედიაა ხო აი ეს თამაშები ეს ყველაფერი ხო ეს ცოდვები მან გამოიარა და
არ უნდა რომ აი ესე იყოს კიდე როგორც თვითონ არის აღარ უნდა რომ სხვები იყოს მე კიდე ვიმეორებ ეს არ არის წახალისება და აი ძალიან მორალისტები რო ხართ და ახლა ამბიც რო კრიმინალს უწოდებ და კრიმინალებთან ერთად რომ ხელისუფლებაში მოსვლა გინდათ და ასე შემდეგ აი იმათ მინდა გითხრა ვისა მივმართო რა რომ რა თქმა უნდა არ არის ხა ეს წახალისება რომ მე ხა ხვალ კიდე ყველამ გააკეთოს მაგრამ მე ესეთი აზრი მაქვს რომ აი ეს ბრალი რაც ამ და 9-დან 14-მდე საერთოდ გავგვიჟდი ხო ეს არის ხელისუფლების გადასამაწილებელი ხო მეთანხმები თუ არა ამაში რომ აი ეს ყველაფერი რაც მან ისაუბრა და რამაც განაპირ ჯერეთი იარაღი არ აქონდა ხო ამდენად ვიცი მე ერთ ეგეთი რომელი მძევლები იყავით ხა ისე შეწუხებული აქეთ ჯიგარო მართალი ხარ თქვენი ხმები გვესმოდა და წყალი მინდა ისა ხო პროცენტზე 7 ბევრია 3-ო წყალი და მოდი ძმაო დაალიე ხო კიდე ხა გავიგე თურმე უთქ მოლარეს უთხრა ხო ფული დაკეტე რომ არავინ არ აიღოს ხო და ვისაც წასვლა გინდა წადით და რა არის ამ ბიჭის ხარჯზე რომ ძალიან მორალისტები ხართ და ეხა ძალიან სამართლის დამცველები მოსამართლის გულში ჩამახედა ჭუაში არა გულში რა და ის ბრალდების ხარეს ხო საერთოდ სასაცილო რაღაცა შეიძლება კიდე გაიმეოროს რა შეიძლება რომ კიდე შევარდეს და კიდე მოითხოვოს აი ეხლა ირმა ეს არის ჩემი გულის პრომა ალბათ თქვენიც ალბათ კი ეს სადაც მივედი წავედი წამო რატო არ აკეთებთ გადაცემას ის ბიჭი ცოდოა იქნებ რა აი მართლა იქნებ რაღაცა ვქნათ ირმა რა ვქნათ გეკითხები კიდევ ერთხელ მოგესალმებით სრულიად საქართველოს ულოცავ დღეს გიორგობა დღეს და დავიწყოთ იმით რომ პრობლემა რომ არის და ის პრობლემები იყო აბსოლუტურად გულწრფელი რომ პრობლემებზეც ისაუბრა მე ვფიქრობ რომ საზოგადოებამ იმიტომ მიიღო ესე ახლოს რომ თითოეული ჩვენთაგანი სატკივარი თქვა ბატონმა ლევანმა თან მარტო თქვა არც ნაცებთან ერთად არც ქოცებთან ერთად ანუ არც პარლამენტში შესვლა უნდა და არც მონაწილეობა ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თორე იგივეს ლაპარაკობენ ხო ეს აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის რომ ამ ადამიანს 2008 წელს ერთ-ერთმა ბანკმა გაუყიდა სახლი გაუყიდა იმიტომ რომ ის იყო აზარტული თამაშებზე დამოკიდებული მე დაოჯახდა მას ყავს 8 წლის არაჩვეულებრივი შვილი თუმცა მე ოჯახი დაენგრა ეხლა ცალ-ცალკე ცხოვრობენ და ყველა ის პრობლემა რა პრობლემებზეც საუბრობდა თვითონ გაიარა ანუ საკუთარ თავზე გამოცადა ხო გამოცადა სახლის გაყიდვა რას ნიშნავს გამოცადა როცა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ხარ და როგორ კარგავენ მეგობრები როგორ ენგრევათ ოჯახი როცა ვიღაცას ოცლარს თხოვ მე იმ ვიღაცას ვეღარ უბრუნებან როგორ იკეტები საკუთარ თავში 6 თვის უკან გარდაეცვალა მამა და ყავს ნუ ხანდაზმული დედა რომელიც არის პედაგოგი და ამავდროულად ну უკვე პენსია და ეს პენსია ვიცით რომ დედამაც თქვა რომ რეალურად ბანკში მათ რაღაცა აღარ ისეთი მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ლევანი მუშაობდა და თავისი ხელფასით ცდილობდა რომ ეს რაღაცა თავისი ვალები გადაეხადა მაგრამ ის ამბობს შემდეგ რამეს რომ მე არ მინდა რომ ჩემმა შვილმა იგივე პრობლემები გაიაროს და მიმოიხედეთო თქვენ თუ არაო თქვენს ირგვლივ ეს პრობლემები რაზეც მე ვლაპარაკობ თუ არ აქვს თქვენს მეზობელს თქვენს ნათესავს თქვენს მეგობარს თქვენს თანასოფლელს თანაქალაქელს მოკლედ ყველას აქვს რეალურად ეს პრობლემები და სამწუხაროა და სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ჩვენ გვყავდა ერთ-ერთ რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატი ბატონი ოქრიაშვილი რომელიც ნუ არის საფთიაქო ბიზნესის წარმომადგენელი და ის წინა საარჩევნოდ ის ტყუილებს რო ამბობენ ძირითადად ხო პოლიტიკოსების ტყუილებს ამბობენ წინა საარჩევნოდ აი ესეთი ტყუილიც კი არ თქვა რომ აი მე თქვა PSP ამ ხელა მონსტრია ხო რო თქვა რომ იცი მე წამლებზეც დავაკლებ რაღაცა ფას არა ესეც არ ქონია ნუ კიდე მეორე ამბავია რომ ხო ლელოში ვიცით რომ ესეთი ბანკირები ყავს და ვიცით რომ სრულიად საქართველოს არის მძევალი ბანკების ხო ნუ ყველას აქვს რაღაცა საბანკო ვალდებულება და არც ერთ მათ პროგრამაში სამწუხაროდ არსად არ იყო ნათქვამი რომ ეს ფარმადეპოვისია ხო არ იცით და ხო არ უკავშირდება ეს ქართულ ოცნებას არა მართლა არ ვიცი თუ იცით კი ბატონო ბძანეთ ხო ყველა ვიცით და თვითონაც იცით ხო ეს ძალიან დიდ ფავორშია ხო და ამიტომ დიახ ანუ არც ოცნებაში არის ეხა მივალ ოცნებამდე კი ბატონო ანუ არც ლელო ვინაიდან თვითონ არიან თქვათ ლიდერები ამ
გუნდის და მათ აქვს ბანკი, მათ მიუხედავად იმისა, რომ თქვა საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება ძალიან მძიმე იყო, ну თქვა ის რომ ეთქვათ რომ კი იყო ეს პრობლემა და აი გამოვასწორებ, არც ეს არ უთქვენ. და ამ ყველაფრის ფონზე რას აკეთებს თქვა ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია ხალხზე იზრუნოს, ხო? არსებობს 1000 რეგულაცია, ხა თავს რო გვახვევენ, გავიგეთ, რა თქმა უნდა, პროდასავლეთი, ამერიკა, ну ყველანაირად მოგწონს, მაგრამ მოდი იკითხონ იქ რა პროცენტებია ბანკში, რა ხელფასებია და საზოგადოება არის თუ არა მძევალი იმ ბანკების, ხო? რეალურად საზოგადოების ხალხის ზრუნვისთვის ხელისუფლება არც ერთ ამ რეგულაციას არ მიმართავს და ნუ პენსიებზე რაც ხდება, ყველამ ვიცით კიდე. მთლიანობაში ეს პრობლემა, რა პრობლემებიც ამ ახალგაზრდამ გაახმოვანა, არის რა თქმა უნდა ხელისუფლების დამსახურება. იმ სიდუქჭირის, ვიძახეთ 9 წელი, 9 წელს დაემატა ახლა 8 წელი და ნუ პრაქტიკულად ვართ აი ამ ერთმანეთის გადაბრალების ამბავში, ხალხზე რეალურად არავინ არ ზრუნავს და ეს ადამიანი როგორც შეძლო მან ეს პროტესტი. ახლა ლევანი რო გამოსულიყო თავისუფლების მოედანზე რო დამდგარიყო და დაეწყო ესე ყვირილი. არავინ ყურადღებას არ მიაქცევდა ბუნებრივია, ხო? მან როგორც შეძლო, როგორც წარმოედგინა, რომ თქვა პროტესტი გამოეხატა და რას ითხოვდა ეს ადამიანი? დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ითხოვდა, რომ ჟურნალისტები მოვიდნენ, რომ ჩემი სატყივარი, ჩემი სათქმელი თქვა. მეც არაფერს არ ითხოვდა ეს ადამიანი. ეს ადამიანი ითხოვდა, რომ მოვიდნენ ჩქარა ჟურნალისტებიო და სხვათა შორის საქმეში ბევრს დაზრალებულების ჩვენებები და რომ შემოვიდო, ეგრევე თქვა, დარეკეთ 112-შიო და დარეკეთ ჟურნალისტებთან და ხელზე ეწერაო თავარის ნომერიო ტელეკომპანიის. დარეკეთო ამ ნომრებზე რომ მოვიდნენო. და მეო ჩემი მოთხოვნები მაქვს ეს ერთადერთი ლაფსუსი ობიექტივში უნდა დაერეკა და მაშინ ხო, ნუ აი თავარს რო ურეკავდა, ხო ეს იმიტომ რა თქმა უნდა, ეხა იქ იყო თქვა ფეხმძიმე გოგონა, რომელიც როგორც კი დაინახა, რომ ფეხმძიმე იყო და პირველი ეს გოგონა გამოუშვა, ანუ ვინც თქვა, რომ გასვლა უნდა და რა თქმა უნდა, ყველა გამოუშვა. მე ერთ მაგალითი მინდა ვთქვა, რომ თქვა მოლარე გოგონა, რომელიც არც დაუნახია ლევანს და ეთყობა გვიან შეამჩნია და რომ გამოვიდა, კი უთხრა, რომ კარები დაკეტეო, რომ თქვა თან ხარ დაიკარგოს ან რაღაცა. ანუ ხო ძალიან კეთილსინდისიერი, კეთილგანწყობილი, ძალიან ისეთი ადამიანია და ნუ მან ჩათვალო რომ რაღაცა ესეთი პერფორმანსი, პერფორმანსია, ფოტოშორის. სოფლიოში სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმებით გამოხატავენ ადამიანები პროტესტს. რა თქმა უნდა, არავინ არ იფიქროს, რომ ან რომანტიზებას ვახდენ, თქვენ და ან წახალისებას და რასაკვირველია არავის არ მოუწოდებთ, რა თქმა უნდა, რაღაცა სხვა მეთოდები შეიძლება მოიფიქრონ ადამიანებმა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ჯერ გამოძიება მიმდინარეობს. ძალიან ბევრი რამ არის დასადგენი რეალურად, როცა კითხულობ დაზრალებულების ჩვენებას, ხელწერა, ანუ გამოძიების იკითხება, იმიტომ რომ ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაქემ აბსოლუტურად არ იცის, რო უთხრას, რომ მე თქვა გადაადგილება შემიზღუდა, ანუ ამ ტერმინოლოგიით არ ლაპარაკობენ, ხო, ეს ყველაფერი მათ ჭირდებოდათ იმისთვის, რომ რაღაცა კვალიფიკაცია შექმნილიყო, ხო, ეხლა შუა თბილისში, ხო, ანუ რა კარნახით აწერინებდნენ? კარნახი, იცით რა, კარნახი სხვა რაღაცა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აი მოქალაქეებს ესე იურიდიული ტერმინოლოგიით ხო, ისინი არ საუბრობენ ხოლმე და თქვა შეიძლება რაღაცა გადმოქცეს, მაგრამ უკვე რაც ჩდება კვალიფიკაციისთვის, ზუსტად რაღაცა იმ სიტყვებით ხდება ჩაწერა. აი ერთი კითხვა მაქვს საზოგადოებისთვისაც, ახლა კომპეტენტური ბრძანდებით ამ იმაში და მე ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც ზედმიწევნით კარგად თქვა არ ვიცნობ ამ ქართულ მარცალჯულების ამ კანონებს, ხო? 9-დან 14-მდე რა ქვია ამას? ეს არის ძევლად ხელში აყვანა 2 ან მეტი პირის მიმართ, ანუ ვინაიდან იქ იყოს 19 ადამიანი თუ 17 თავიდან და შემდგომ ნუ გათავისუფლდნენ ეტაპობრივად და ბოლოს 4 იყო დარჩენილი და თვითონ ამ რაღა თქვენს რო დარჩით თუ წადით თუ რა გინდა თუ თქვენ ანუ ნიშნულობა არა აქვს ალბათ იმա რომ ის მძევალი რას ამბობს რომ მე ძებლად არ ვიყავი და ამ ადამიანს სულ არ ვიგზელი ვნახოთ ეს ადამიანები რა სიტყვიან სასამართლოში ხა რა თქოს გამოძიებაში თქვათ იმ წუთში მაინც ხა რა თქმა უნდა ჩემი შვილი ან თქვენი შვილი რო ყოფილიყო ბუნებრივია მათი ოჯახის წევრებმა ინერვიულეს ხო სანამ ხა ყველა გაიგებდა რომ იქ არ იყო იარაღი თქვათ ეს არ იყო ტერორისტი ნუ ბუნებრივია გარკვეული ხა იმ ადამიანებსაც ჰქონდათ ხო საფრთხე იქ ხანდაზმული ადამიანიც იყო ფეხმძიმე გოგონაც იყო ბუნებრივია სტრესი ამ ადამიანებმა მიიღეს და ამისთვის მან ბოდიში იქვე
მოუხადა და შემდგომ მან წერილიც ხო და მე წერილიც გამოაგზავნა, სადაც თითოეული ოჯახის მათ ვინც იქ იყვნენ და მათი ოჯახის სიტყვა მძევალი მაინც არ მინდა ვიხმარო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ აქ ეს კვალიფიკაცია ნამდვილად თავისუფლებას აღვიქვათ. არა, თავისუფლების უკან აღვიქვათ არის კიდევ ცალკე მუხლი. თუმცა მოცემულ შემთხვევაში მე ჯანმრთელობას უსურვებ ლევანს, ვინაიდან ექსპერტიზა დანიშნულია, თქვათ, წინასწარ რაღაცა პროგნოზებზე, თქვათ, თავს შევიკავებ, ვერც, თქვათ, არ ვიცი, დაცვა რა ტაქტიკას. ექსპერტიზის ჩატარების ამებია. ზოგადად, საერთოდ, როცა ესეთი მძიმე დანაშაულებები ხდება ხოლმე, აუცილებელია, რომ ჩატარდეს ფსიქიატრული ექსპერტიზა. შეიძლება აფექტური მდგომარეობა დაუდგინდეს მას და ეს ყველაფერი რაღაცა სოციალურიდან გამომდინარე აფექტში აი განემით ბოდიში ვიხდი მე ადამიანურად რა მინდა ვთქვა დილით ხანდახან ისე მეღვიძება ხოლმე თავრობას ვაგინო თუ ვიღაცას მოვა სადვეტაკო არ რატო იცით ელემენტარულად დუხჭირი ცხოვრება ხანდახან იდამოზე მიკბენია ხოლმე რომ დილით ეხა ოჯახი რო გაქვს ადამიანს და რო იცი რომ მატერიალურად უზრუნველყოფი ვერ ახარ შენ ბავშვს გინდა რომ აუხსნა რომ რატო გახეული კეტებით რო ვერ ივლის და შენ რო ახალი კეტები უნდა უყიდო ბავშვს და ის უნდა აუხსნა რომ ცოტა მოუფრთხილდი მაკეტებს მაგას ხო ვერ აუხსნი ადამიანს და ბავშვს მით უმეტეს და ესე შეიძლება აფექტურ მდგომარეობა მე ხარ რაღაცაზე კი ხელს არ ვაფარებ მე ჩვეულებრივ დღევანდელ მოცემულობას ვამბობ ხალხო დღევანდელ დღეს დილით რო გავიღვიძე ხო ხანდახან აფექტში ეს რომ წარმოვიდგინე რა შეცდომები მაქვს დაშვებული იქ ვითამაშე მამა გარდამეცვალა ჩემ ნერვიულობაზე იყო აგერ დედა ავათავყავს ბავშვისთვის ყურად სახლი გამიყიდეს ბავშვისთვის ყურადღება ვერ მიქცევე და უცბად რაღაცა მომივიდა რუსულად ზამეკანია რომ მოკლე ჩართვა მომივიდა თავში და აუდექი და რაღაცა გავაკეთე და ხრიდა თქვენ გაიდეთ მომიშვილებო 9-დან 14-მდე რა უბედურება არის რა არა მე რა არის იცით რა ყველაზე გამაღიზიანებელი და საზოგადოებაში ეს აზრი ნამდვილად არის ადამიანებში რომლებიც ისე კი არა უეს კრიმინალი არა ახმას იცი ვინა თვითონ რო კრიმინალია და კრიმინალების გვერდით როა როდესაც შენ უყურებ რომ მართლა დამნაშავეებს ხო ყველა ხელსაფარებს და მე კიდევ ამ ადამიანზე თუ უნდა საქართველოს ხელისუფლება მთელი თავისი მართლმსაჯულების სიმკაცრე დაგვანახოს კიდევ უფრო სასაცილო და უფრო ამაზრზე ვითარებაში ჩაიგდებს თავს და კიდე ერთი მომენტია ეხლა ჩვენ ვამბობთ რომ წახალისება ნამდვილად არა მაგრამ რა უნდა წავახალისოთ რომ ყოველი მესამე შევარდებით ეხლა ბანკებში და აღარ გვინდა კაზინოები ნორმალური ცხოვრება გვინდა ისა დაწიეთ ეს რა ქვია ბანკების ვალი ეს პროცენტის ვალი პენსიები მოუმატეთ გაჭირებულ მოხუცებს და მედიკამენტები გააიაფეთ აი ამის წახალისება იქნება ესა სხვათა შორის იმდენად საინტერესო რამე თქვა მან რომ ეს კაზინოების შუა ქალაქში რომ არისო ხო მუდმივად საუბარი არის რომ ცოცავ ანექსიაზე გადაიტანონო ეს კაზინოები საზღვრებზე ხო და ამ შენობებსაც ხო ვერ გადმოწერენო აქეთო და რაღაცა საზღვარსაც დაიცავსო და გადმოვლენო მივაწოდოთ ეგიდეა რომ მოითხოვოთ ხო და გადმოვლენო თქვა თურქეთიდან თუ აზერბაიჯანიდან ითამაშებს ვისაც უნდაო და საქართველოს მოქალაქეებსო აეკრძალოთო შესვლაო რაღაცა ზღვრამდეო კი ნამდვილად და ანუ თუ შევაო საქართველოს მოქალაქე იყოსო იმიტომ რომ 100 ლარზე მეტის დახარჯვა არ შეეძლოსო გაჭირობისგან რამდენი ეგ ნაფიქრი კი ძალიან კეთილსინდისია აი ნამდვილად ძალიან პატიოსანი ადამიანია აი ძალიან და ყავს არაჩვეულებრივი დედა და დედისთვის ძალიან მძიმეა ბუნებრივ ეს ერთადერთი შვილი ყავს მეუღლე ახალი გარდაცვლილი ყავს მე არ მინდა ყოველ შემთხვევაში ვიფიქრო რომ ის რაც მოხდა ზუგდიდში ვთქვა და ეს ადამიანი არ არის დასჭირი და არ არის დაკავებული რაღაცა ამაზე ვიღაცამ ჯავრი მოიყაროს და არაზე დიდი უბე ძახლის თავისად არისო დამახო თელი ეს ტელევიზიები ეს უსირცხვილოები მეც მე ვერაფერს ვერ გიწოვეთ იმიტომ რომ აქავარ მაგრამ ამ უსირცხვილოს უკან რამდენი რამეა ჩემგან წარმოვიდგინეთ დამალული ხა პირის გახსნა არ მინდა აქე ქალბატონები არიან და სასტუდიაში ვარ თქვენ უსირცხვილოებო თქვენ ერთ საქმეთ რო გააკავთ ეხლა ის საქმე და ეს საქმე
საკუთარი თავისთვის არაფერი არ მოუთხოვია ამბიც არ უთქვამს ჩემი ვალები დამიპარებო აბსოლუტურად ანუ არანაირი ხო იმიტომ რომ გამოძიება თავიდან დაიწყო იარაღის შეძენა შენახვა ტარებით და მყაჩაღობით თუმცა დავინახეთ რომ არც იარაღი ჰქონდა და არც უყაჩაღი ანუ არ მოუთხოვია მას არანაირი თანხა და ზოგადად არაფრის მოთხოვნას ადგილი არ ქონია და ნუ შემდგომ თქვათ კვალიფიკაცია მე ყოველ შემთხვევაში არ მინდა დავიჯერო რომ რაღაცა სახელმწიფო ჩადგება იმ მდგომარეობაში რომ ეს ადამიანი უკანონოდ უნდა დაისაჯოს. ხო, ეხლა ის რომ ხელისუფლება მოდი ვთქვათ რა და მე არ გამიკვირდება სამწუხაროდ იმდენად საზოგადოების მაღალი ვერ მოიშორა ამ იმ ხელა მხარდაჭერა აქვს მას საზოგადოების რომ მერწმუნეთ რომ ძალიანაც რომ მოინდომოს ვინც არ უნდა მოინდომოს ჯერ საზოგადოების მხარდაჭერაც რომ არ იყოს სამართლებრივად ყველა შემთხვევაში ეს ადამიანი უნდა გამართლდეს მე ჯანმრთელობას უსურვებ პირველ რიგში მას და მეორე მხრივ რა თქმა უნდა საზოგადოება იმიტომ რომ ჯგუფები შეიქმნა სადაც დღეს მწერდნენ რომ აი პრეზიდენტს მივმართავთ და აქციებს გავმართავთ ხელმოწერებს რომ შეიწყალოს და მე ვთხარი რომ ჯერ განაჩენი უნდა არსებობდეს იმისთვის რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს ვინმე და ასე შემდგომ თუმცა ახალი წელი მოდის და იმედს ვიტყობ რომ პრეზიდენტი ამ შეწყალების ინსტიტუტს ისევ ამოქმედებს იმიტომ რომ ბოლო უკვე რამდენიმე თვეა მას არავინ არ შეუწყალებია იმ გახმაურებული ამბების შემდგომ უნდა შეიწყალოს. ხო, ეს არის ძალიან ცუდი კი. და აი ეს ბიჭი თუ 9-დან 14-მდე უნდა და ნუ მაშინ აი რა არის იცით? იმიტომ ვართ ჩვენ ესეთი ჩამოუყალიბებელი საზოგადოება. იმიტომ ვართ ესე დღეში რომ ვერ ხო შერჩევითი არ უნდა იყოს ბუნებრივია მართლმსაჯულება და აი ნახეთ მართლა კრიმინალები ხო? მკვლელები გველაპარაკებიან ადამიანებს 40 მილიონი და 50 მილიონი მოვიპაროთ და მე თუ შეგვიწყალებენ ნუ რაღაცა მე დავიწყე და კიდე მაგითი რომ წახალისება არ არის მაგრამ მე დავფიქრდი ხა რისი წახალისება რომ ესე ყოველი მესამე შევარდეთ კიდევ ვიმეორებ რომ ხელისუფლება აზემოდი რომ არ შეიძლება რა თქმა უნდა დანაშაული ყოველთვის ყველა ქვეყანაში ხდება ბუნებრივია ეს არ დაწყებულა საქართველოში და იმედს ვიტოვებ რომ რაც უფრო ნაკლები გაჭირებული ადამიანი იქნება არავის არ სურს და არავის არ აქვს რაღაცა იდეა ფიქსი რომ ხა თუ ისეთი ის არ ახარ რაღაცა რომ გინდა უბრალოდ რომ სიამოვნებით გადავიღებდი ტრაგიკომიკურ ფილმს აი ამ სიტუაციაზე იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენიათ სოფლიოში სადმე ძევალი ეუბნება იმას რა კი ძევალი რომ 7% ბევრი არის და ხო 7% ბევრია 3% სამწუხაროდ ჩვენ დავინახეთ რომ ამ ერთი ადამიანის ხო ვიღაცას გონია რომ ეს ამ ადამიანის პრობლემაა და ამ მისი პრობლემების გამო მოხდა ეს ჩვენ დავინახეთ რომ ეს არ არის ამ ადამიანის პრობლემა ეს არის სრულად საქართველოს პრობლემა იმიტომ რომ ყველასაც უთმობ ჰუმანურობის გამო ხელისუფლებას ზუსტად ის შოლტი კი არ უნდა მოიქნიოს ახლა რა შოლტი სადაც საჭიროა თქვენ შემოგერვეთ იქ მოიქნიეთ რა შოლტი თვითონ უნდა ირტყას საერთოდ ამ ხელისუფლებამ სინდისიდან ნამუსი უნდა კონდეს რა თვით გვემამდე ესენი ვერ მერმენ ხო თვით გვემამდე მე ვამბობ თუ ეს ყო იდეალურ ვარიანტში ვამბობ ამათ სინდისი და ნამუსი და მორალი კონდეს აი ამ შოლტებს თვითონ უნდა ირტყავდნენ და ეს ბიჭი არ უნდა შეწირონ რა ადამიანია რომ ის ამბობს რომ მე ამ იდეისთვის სადაც არ უნდა ვიყო და მან დღესაც თქვა მე ამ იდეისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე და მან თქვა რომ თუ კი ჩემი სიცოცხლე ამ პრობლემებს გაასწორებს მე მზად ვარ თუ გინდა თუ ვადო მიმისაჯეთ თუ გინდა დამხრიტეთო მე თუ კი ეს პრობლემები აღარ ეკნება საზოგადოებას და ქვეყანასო მე მზად ვარ რომ ჩემი სიცოცხლე წაიღოს ეს არ არის სხვათაშორის ძალიან მორწმუნე ადამიანია სხვათაშორის დედამ თქვა რომ დილას სახლიდან ისე არ გადიოდა რომ ჩემთვის ხო ხელზე რომ არ ეკოცნა და ჩემგან ლოცვა არ მიიღო პატრიარქის ლოცვა კურთხევა და დედას მე მინდა აქედან მივმართო გამძლეობა უსურვო მას და ასევე ლევანს იმედს ვიტოვებ რომ საერთოდ ნათქვამია სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ლევანთანაც მივესალმებ. მე მოდი ხა ძალიან არ ვიფანტაზიორებ მე ქალბატონო ირმა და ქალბატონო ნინო არა. რატომღაც იცით რისი იმედი მაქვს რომ არ უჭირს ახლა სახელმწიფოს ისე იმ თვალსაზრისით რომ ამ ადამიანზე გადატეხოს ყველა ჯოხი. არა, მეც არ ვფიქრობ რომ რაღაც არ უჭირს სახელმწიფოს ისე, იმიტომ რომ
გლის შიში ცხვარი კარგი პოზიცია შევაგდოთ ნამუსზე კარგი პოზიცია გეთახო ცხვარია ვერა არავის არ გაუწყვეტია პირიქით და მე გეუბნებით რომ გლების უიქნებიან ცხრებიც უიქნებიან მაგრამ ამ ამ ბიჭის რაღაცა ხელი ადამიანის თუ გადავყეხავთ აი რა არის იცი თან კიდე რა თუ ნახეთ რა არის საზოგადო მთელი ეს რა ქვია სულ ყველა ამას ვამბობთ ხო და თუ ვერ გაგებინებ და ესე იგი შენი ბრალია ხელისუფლება ხო? როდესაც ადამიანი იძულებულია რომ აი ესეთი პერფორმანსი ძალიან კარგად თქვით ეს უფრო წარმოდგენას გავს ვიდრე რაღაც დანაშაულს ეს ხომ აი პასუხისგებლობა ხოლოთ ამ ბიჭზეა? მთელი აჭარა თურქეთმა რომ მთლიანად გადმოიტანა აჭარაში თავისი კაზინოები, როგორ თან არ დამავიწყდება, ესე იგი, ცისფერი მონასტერი, წმინდა ბარბარეს სახელობის და იმის წინ არის ზუსტად, აი შორს რატომ მიდიხარ? საქართველოს გვერდზე არის რაფია იმ. ხო და ისე რომ შანგრელა, ხო გვერდზე? ხა პატრიარქის გვერდზე. და აქვე და ეს ხო ჩვენი ბრალიც არის. ჩვენ იცი რა არის? მართლა ჩვენი ბრალია, რასაც გვიბედავენ, რასაც გვიკეთებენ. ჩვენ ამას ისე კარგად ვითმენთ, რომ აი ალბათ ჩვენი ბრალია და აი ამ ბიჭსაც, ბავშვსაც, ხო? ეთყობა იფიქრა, აღარ შემილია მოიწმე. ერთი პატარა ლირიულ გადახვევას გავაკეთებ. ჩემი ერთი ცხონებული მეგობარი ვახუმესხი ეგეთ ისტორიას ყვებოდა რომ რა ისაო ბიჭო გავიგეო რომ ახალგაზრდა ბიჭიო გამოვიდაო ჩემი უბნელიო და რომ კითხეო რა რამო ისაო ქათმის მოპარვაზე იჯდა თურმე რა და პრეზიდენტმა შეიწყალა რა და ნუ ეხლა დანაშაული ფაქტია მან მოიპარა რაღაც მოხდა მაგრამ ამა რა თქვა იცი და ეხაც მახსოვს რა ქათამი ხო? ქათამი მოგა ისეთ სახელმწიფოს რა უთხარიო რომ პრეზიდენტის საშუალება არ ექნება რომ ერთი ქათმის მომპარავე კაცი მაინც და მაინც ციხეში არ იჭდესო არა ნუ ხა მართლა ინდაურს ხო არ შეიწყალებს ეხლა პრეზიდენტმა დანაშავები უნდა შეიწყალოს ბუნებრივია და ძალიან ბევრი ადამიანი ამერიკაში იწყალებენ ინდაურს არა გავიგე მაგრამ საშობაოდ ხუმარა აი მაგას ვამბობ მაინც და მაინც ამ კაცზე უგადავტეხავთ რა ყველაფერი არ მგონია რომ გადასუფალნო გონიერებას მოუხმეთ არ წააგეთ თუ არ მოიგებთ დამიჯერეთ პიარშულითაც მოიგებთ ხალხის გულსაც მოიგებთ რომ თლათ ესე არ არის რა ყველაფერი იცით რატო აი პარალელში მინომ ზუსტი რამე თქვა რა აქეთ დაყენებული არიან პარტიული ვირთხები რომელსაც შეჭმულია მე ხა ვერაფერს ვერ ვიტყვი ვინ შეიწყალეს პატიმარ კაცზე სურო ჩემი მტერი იყო შეიწყალეს მაგრამ იმათან შედარებით ეს გამოვიდა და რაღაც თავისი აი შესაწირი კრავით თუ რაღაცით და ესე გააკეთა პერფორმანსიც არ ქონდა მაგას არა ეს შეიძლება ჩვენ ვთქვათ რომ პერფორმანსად მოგვეც მაგრამ ეს ხო აი ჯიგრიდან ამოღებული რაღაც გააკეთა არა თან როგორი პოზიტივი ესე იგი მთელი საქართველო ხო უეჭველი არ არის ხო ვაყოდეთ სოციალური ქსელებით ისიც დღეს ქუჩაში გუში ესე იგი მთელი საქართველო თანხმდება აი ეს რაღაცა 2-3 საათნიანი აი ამ კოვიდის საშინელი ისტერიკულ სიტუაციაში ხო რაც მოისმინეს მისი მოთხოვნები ბუნებრივია ყველა დადგა მის მხარეს კი ერთ-ერთი ტელევიზია შეეცადა რომ თითქოს და ლევანი რაღაცა პოლიციასთან იყო შეთანხმებული და რაღაცა აი იმდენად ბინძურია ახლა ეს ყველაფერი ეს იყო მელაძის გადაცემა შაბათის კვირა თუ კვირის რაღაც არ ვიცი ფრანკია ბიჭირო არის ძალიან სამწუხაროა რომ თქვათ არ შეიძლება ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ხო ერთი ადამიანის ტრაგედია ზოგ შემთხვევაში მთელი ქვეყნის ტრაგედია ხდება და პირიქით ამ ადამიანმა მთელი ქვეყნის სატკივარი თქვა და შესაწირი კრავივით მივიდა რეალურად და თქვა ის რაც თქვა ისე როგორც მას ესმოდა და
ფიქრობ რომ მისი ყველა მოქალაქეებს რომ მოდი ვექილება დაუდგეთ მეთქი მოქალაქეები რა გავაკეთოთ აი საზოგადოებამ რითი გაგიწიოთ დახმარება მე ამას კიდევ ერთხელ ვამბობ მიუხედავად იმისა რომ პროფესიით იურისტი ვარ მიუხედავად იმისა რომ ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის დანაშაული აი ამ სიტუაციაში როცა მართლა 9 მილიონი წაიღო იმ ბიჭმა და დღემდე არ ვიცით რა ხდება და როგორ ხდება და საერთოდ წაიღო არ წაიღო სად წავიდა სად არის დღესაც იმასაც რაც გააკეთა ღმერთმა შეერგო დაიჭირო ნიპოიმანივორო რო ხო თუ დაიჭირენ და ნაგებინებენ კანონიერად პასუხს როგორ ვიცურო მე რაც გააკეთა იმან შეგნებ იმიტომ რომ ის კიდე იმას თავისი мотиваცია ქონდა ხო ელემენტარულად ეხა ეგრე შეიძლება ქურდულზე ყველაზე თქვა რომ მოიპარა ყველამ თავისი мотиваცია ქონდა რაღაცა მაგრამ კანონით დანაშაული რაც არის იმ კანონის მიხედვით ხო რომ მიდიხარ ხო იცი რაზე უნდა აგო მე პასუხი უნდა აგო ჩემო ძვირფასო თუმცა არაფერი არ მოუპარია ხო ვის ლევანს არა ხო და ამ დროს ამ ლევანის საქმეს აერთიანებენ იმ საქმესთან და მაგიტომაც აბულინგებენ კიდე ვიღაცა რაღაცას გააკეთოს და ლევანი უნდა დავსაჯოთ არ არის ესე არ არის ნუ ამ ლოგიკით ჩვენ ყველა უნდა დაგვიჭირონ წინასწარმოშება ხვალ რაღაცა გავაკეთოთ არა და იცი რა არის მაშინ პირველ რიგში მე რას ვამბობ ბრალი გადანაწილდეს ხელისუფლებაზე იმიტომ რომ თუ ლევანმა ეს საერთოდ ხო თანხმდებით ხო ნებისმიერი დანაშაული ეს არის გამოკვეთილი დანაშაული მით უმეტეს აი ესეთი რაღაცა სოციალურ ფონზე ეს არის ხელისუფლების ხო ეს არის გადაინაწილოს ხელისუფლებამ ცოტა იგრძნოს რომ ეს მისი დამსახურება იმას რა ერქვა ეს მასა გონივრული ეჭვი თუ რაღაცა ეგ არსებობს კიდე ეგეთი გონივრული ეჭვი მიღმა სტანდარტი და კიდე რა უბედურებაში ვარ გონივრული ეჭვით ეხა ამანუ ისეთი მზერით რო შეხედოს ვიღაცას მომავნო გონივრული ეჭვი მაგრამ ეს ნახეთ რა სწორედ ეგ გაჟღერდა ცილის სამებაზე არ არის არაფერი ცილის სამებაზე გონივრული ეჭვი შეიძლება ვიღაცა დაგიჭიროს ესე იგი რურუ არის ესე იგი ნუ რაღაცა არ ვიცი რა ისა კეთილშობილ ქალთა პანსიონში სწავლობდა რურუად ეს არის კრიმინალი ხო აი ამიტომ რას ვამბობ რომ არ შეიძლება აი ესეთი დამოკიდებულებები რა ვიცი რა თქმა უნდა დანაშაული არ უნდა წახალისდეს უნდა დამნაშავეები დაისაჯონ მაგრამ ეს ის შემთხვევა როდესაც ლევანს არაფერი არ ჩაუდენია და იმეც ვიტყოებ რომ მისი უდანაშაულობა დამტკიცდება თუ რამაში დაგჭირდებით არ ვიცი მე ამ ლაპარაკობ საზოგადოებრივი რო კონდეს აზრი მე არ მგონია რომ საზოგადოების რაღაც იმაზე კი არ წამოდა არიქაო რაღაცა ის არა აი გონივრულად რა შეიძლება გაკეთდეს მართლა რომ ამ ეტაპზე ვფიქრობ რომ ჯერ უნდა დაველოდოთ იმ ექსპერტიზებს რა ექსპერტიზებიც არის და მე მეც ერთ-ერთი რიგითი არა აფექტის ზოგადად არ არის იმიტომ რომ აფექტი მოიაზრება როცა იმ წუთიერად თქვა აი ჩემ თვალწინ თქვა მოკლეს ჩემი ოჯახის წევრი და იმ წუთიერად მე რაღაცა გავაკეთე დაველოდოთ ხო და იმეც ვიტოვებ რომ მეც ჩვეულებრივ როგორც თქვენ ისევ გულშემატკივრო რომ გითხრათ რადგან დღეს გაჟღერდა მე უსმენდი ამ საინფორმაციოში რომ მას მიესაჯა პატიმრობა იმიტომ რომ თავიდან აიცილეს ესე იგი არ გამორიცხეს რომ კიდევ ერთხელ ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული მოკლედ მუხლი და ანუ მე ისე თქვა მას რაღაცა პრობლემა აქვს მაგრამ ფსიქიკასთან არა ნახე ნებისმიერ პატიმრობას როცა იღებენ ეს არის დასაბუთება რომ შეიძლება დანაშაულებრივი მოქმედება გააგრძელოს მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს ფსიქიატრიული ის მაინტერესებს ფსიქიატრული ექსპერტიზა ნამდვილად დანიშნულია და ზოგადად თუ კი არ არსებობს სასამართლო სამედიცინო განჩინება ანუ სასამართლომ უნდა გამოიტანოს განჩინება რომ მას ჩაუტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ისეთ ჩვეულებრივ ადამიანს ვერ ჩაუტარდება და მაგარი იქნებოდა რომ გამოეშვათ ლევანი და ამ სასამართლომდე ერთი 3-ჯერ 4-ჯერო ეგ პერფორმანსი კიდე მოესწრო რა არა მე ვფიქრობ რომ აი ეს ამდენი ხალხი რომ ვერ გამოყავდათ ლევანი რომ წაეყვანათ ერთ-ერთ მიტინგზე მერწმუნეთ რომ მთელი საქართველოს ეყოლებოდა რა ვიცი ეს ქართველები ხო სუესი არიან ორი გაფრია
გინდა არ გინდა სუფთა ეს ბიჭი და მოდი ნუ გათხრიან პოლიტიკოსები რა ამიტომ დააკარგათ იცის არც ერთმა ტელევიზიამ ხო არ შეიძლება ხა სხვის უბედურებაზე შენ გადაცემა გინდა გააკეთო და მას რაღაცა იარლიყები გაუკეთო და რაღაცა მიაბარო ვიღაცასთან შეკრულია ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ნუ სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ყველაფერს რაღაც პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ და ხო მე ერთი რამ თქვა რომ მინდა თქვა რომ ეს არის ჩემი აზრი მე არ ვიცი რა მაგალითად ხა მე ობიექტივის სახელით არ ვლაპარაკობ მე ვლაპარაკობ ნინო რატიშვილის სახელით რა ვქნა მე ესეთი დამოკიდებულება მაქვს და არც მალავ ამას და არც დამალავ კიდე რადაც არ უნდა დამიჯდეს მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგიხადო ირმა და მართლაც მიმსახურე სოციალურ ქსელში თუ პირდაპირ ეთერში დიდი მოკითხვა მინდა გადასცეთ ჩვენგან ქალბატონს და ლევანსაც თუ ნახავ და მარტო არ არიან ჩვენ მოგები ბარათი აჩვენონ რა ბოლო რა და მეორეზე გააძეოთ არა ის კარგი იქნება ხელისუფალნო მე მენდეთ ეხა ხო იცი თქვენ იმაზე პულს ხელი მიდევთ და ზუსტად ვიცი თქვენ გააკეთებთ მაგარ საქმეს ეხლა რა განაისლო არიქა გამოუშვიდა დითი რამბები და არა ჩვეულებრივად სუბუქ ფორმაში დანაშაული რასაც აიტანს ის რაზეც თვითონ არ უფიქრია და გამოუვიდა რომ დანაშაული იყო რა სუბუქ ფორმაში რომ გაუკეთდეს ყველა კმაყოფილი დარჩება და არიქა ხალხი იგულისხმებს რომ აი ხუბანური ხელისუფალი ყავს და მაინც დასახურეთად კაცი არ გამოვიდა იმით ხის ხუმბარით იყო შესული რომ რაღაცა თვითონ რაღაც გაეკეთებინა მეტი დამაჯერებლობა რაც განასხვავებს ამ ხელისუფლთა თავს იწონებენ რომ ჰუმანური გახდა თქვათ რაღაც სასჯელები და შემდეგ რაც განასხვავებს ეს ერთიღა დაგვრჩა აბა ირმა არ გახსოვს შემოგევლე მე ზუსტად მახსოვს ერთ-ერთი დანაშაული ადამიანს როგორ განუსაზღვრეს რა რაღაცას იპარავდა საწყობიდან ნინო წარმოიდგინე და 5 ეპიზოდად განუხილეს იმიტომ რომ 5 ჯერ გამოვიდა და შევიდა საწყობში და 5 ეპიზოდად და შეუკრიბეს და 5 წელი მისცეს თითო შეცვლა გამოსვლაზე 25 წელი და ეს იყო გატარებული ეს პრობლემაზე ადამიანი სასჯელს იხდიდა და მოკლული ცოცხალი იყო ბევრი რამ გვახსოვდა და განსხვავება გააკეთეთ თქვენი და მიშას ხელისუფლებას შორის ეგ მაგარი რამე იქნება დამიჯერე ხათაშორის მოდი გავიხსენოთ რომ ბუტარობა ქიცი ნამდვილად დღეს 17 წელი გავიდა კი წარმოიდგინეთ არაფრის გულისთვის და რამდენი ესე არაფრის გულისთვის რომელი ერთი უნდა გავიქცე რომელი ჩემი ანახლობელი ოჯახია ფაქტურად დაინგრა რა ყველაფერი მაგ ოჯახში ახლა დაიცი რა არის და დღეს რომ ისინი გვესაუბრებიან სამართალზე ჰუმანურობაზე კრიმინალზე აი ამას ვერ პატიობ მე ამ ხელისუფლებას არა ეს ყველაზე მთავარია ანუ თავიდან თავს მოგვახბიეს კოჰაბიტაცია და ანუ ამბობ რომ გამოსწორდნენ ეს ადამიანები და ასე შემდეგ და ეხლა ბოლოს უკვე წინა საარჩევნო ძალიან ცუდები გახდნენ, არაკონსტრუქციულები გახდნენ, კრიმინალები გახდნენ და თურმე სამართლიანობის აღდგენას, რასაც ირმა ინაშვილი ითხოვდა და რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს, მე იყო საუბარი იმაზე, რომ თურმე როგორც რეჟიმი უნდა გასამართლებულიყო. ეგ მაგიჟებს. ერთ ფეხში, ერთ ნაბიჯში, ერთ ჰარმონიაში იცხოვრეთ ჩვენთან ერთად ჩვეულებრივ ადამიანებთან ვისაც არც გზის ხართ არც არაფერი დამოკიდებულება ცუდი არ აგვაქვს თქვენდამი ოღონდ ნორმალურად მართეთ ეს ქვეყანა ჩვენ მოგვაცილეთ ეს თავის ტკივილები არ გვინდათ მაო არც პოლიტიკა გვინდა არც არაფერი ნორმალურად ადამიანურად მართეთ ქვეყანა ყველაფერი ნორმალურად გააკეთეთ და ჰარმონიაში ვიცხოვრებთ თქვენ ჰარმონიაში რო არ ცხოვრობთ ჩვენთან ერთად მაგის ბრალია ყველაფერი რა თქვენ ალთასავთ რა ბალიკონია გიორგის რო კიდე ჯერა რო ნუ კაია ზღაპრები არ არის არ უნდა არ მობეჭდათ ეს დრამატურგია რა დრამატურგია ვერ ახედავთ რა ძალები შეიყვანეს პარლამენტში და ახლა ვერ გავიგე რა და გეუბნები ეს არის დემოკრატია მობრძანდითო მისის მოვიდა არ უნდა ხოლმე აუ როგორ კისრულზე წამოიღებს ეს დროება თქვენ აი ბრო დაფიქრდით
როგორ კისრულზე წამოგიღებთ ეს დროება თქვენ აზზე არა ხართ აი ერთმანეთის ტყუილში ხართ ერთმანეთის ტყუილში დაწყებული ბიძინას რო ატყუებთ იქიდან დამთავრებული ჩვეულებრივ ვინაკავთ იცი ყველაზე დასაყრდენი ძალა ყავთ პორტირებული ნაცები რა რომელიც თქვენ გადმოხოხდნენ და პირველივე მოსახლეში ისევ გადახოხდებიან მაგრამ იცით რა შეიძლება სანამ ნაცები ირმა აღარ გაგიშვებთ ეხლა მალე დამთავრდება გადაცემა ისა პირველი ნაწილი რა შეიძლება იცი საქმე რადგან ამ თემაზე დავიწყოთ საუბარი მე მივედი იმ დასკვნას სანამ იქნებიან ნაცები იქნებიან ქოცები სანამ იქნებიან ქოცები იქნებიან ნაცები იმიტომ რომ ერთმანეთის გარეშე ეს არის ორი მკვდარი თან ისეთი ცუდი რამეა ძალიან ხო და ამიტომ ისინი ერთმანეთს აცოცხლებენ საზოგადოება აი რა არის იცი ხო სხვა შორის ამაზეც ვისაუბროთ ახლა როდესაც ესე მოძღვრიან ესე ლანძღავენ საზოგადოებას ბერძენიშვილის სამაქვს ხედულობაში ეგ უკვე ცალკე თემაა მაგას უბრალოდ ირმა გათენებამდე აქ უნდა დარჩეს რა არა ვიცი რომ დავასრულოთ ეგ თემა ხო რაშია საქმე კი დავასრულოთ ეს თემა ანუ და კიდე ერთი რამ მაინტერესებს თქვენგან ირმა როგორ ფიქრობთ ახლა როგორც იურისტი მოქმედი შეიძლება რაღაც მითხრათ კავშირი არ არის მაგრამ როგორ არ არის სამართლებრივად რა ხდება აი კოვიდი ყავს ხო მაგრამ არჩევნების დროს ნიჭუდა ქონდა კოვიდს ეს ორი დღე ანუ მე რა არ მესმის იცით კოვიდი ხო რო გვეუბნებიან ახლა არ ჯერათ რა თქმა უნდა ყველას გჯერა როგორ შეიძლება რომ არ კატასტროფის გვარზე ვართ მე რა მაინტერესებს იცი ესე იგი ორი დღე ნიჭუდა ქონდა კოვიდს და თქვა რომ ეხლა თქვენ ჩაატარეთ მეორე ტური მე ცოტა ჩემთვის ვიქნები და აი რა საჭიროა ეს შეზღუდვები რა თქმა უნდა ორი დღე არ შეიძლება თუ ორი დღე შეიძლება რომ ჩვენ არ შევიზღუდოთ ან და რა არის ღამე აქტიურდება კაცო ეს ჩვენი კოვიდი რა შეიძლება ანუ გამოდის რომ ვითხოვთ უფრო მეტ შეზღუდვას როცა ვამბობთ რომ მხოლოდ ღამე აქტიურდება მოდი ამ შევთავაზეთ მე ძალიან მეშინია და შეიძლება ამით არის განპირობებული ეხლა ის რომ ორი დღე ბუნებრივია არ ქონდა ტაიმაუტი აღებული კოვიდს ყველამ ვიცით მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მისაღებია ბიუჯეტი და უნდა შეიკრიბოს პარლამენტი ხო ვინაიდან უკვე საერთაშორისო აღიარება ვიცით რომ აქვს და ვიცით რომ თელ სოფლიოში პანდემიით გამოწვეული კრიზისებია და სოფლიომ გითხრა რომ მოკლედ ამ პანდემიის პირობებშიც ნუ მოკლედ ეს ალბათ თუ კარგად ეს არჩევნები ჩატარდა და ნუ აღიარეს ხო რეალურად ნუ პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, იმიტომ რომ მომავალი წლის არა მესის რა ღამე აგზავნა, რასაც რომ ღამე ისედაც ადამიანები რესტორნებში არ დადიან, ქუჩაში არ გადაადგილდებიან. მე მგონია რომ უფრო რაღაცა ეს ჯაჭვი რო გაწყდეს აუცილებელია მეტი აკრძალვები, იმიტომ რომ მართლა ცოდვა არიან ექიმები, ძალიან ცუდ მდგომარეობ ჯერ ხო ადგილები არ არის ავადმყოფოებში. პლუს ინფიცირდება მარტო ხო ჩვენთან არის ინფიცირდებიან, ანუ არც მედპერსონალი არ არის, ეს რა თქმა უნდა ძალიან ცუდად დაგეგმილი მენეჯმენტის ბრალია როცა სამი თვე იყო დრო რომ გადაემზადებინათ, მოემზადებინათ ბოლო-ბოლო არის იმხელა შენობები ხო, სადაც რაღაცა ბოლო-ბოლო საველე ჰოსპიტლები კეთდება და აბსოლუტურად მოუმზადებელი შევხვდით ამ მეორე ტალღას და ვიცით რომ ეს უფრო მძიმე იქნება, თქვათ დეკემბერში, იანვარში. მე პირადად ძალიან მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლად ძალიან მომხრება რომ შეგრების მომენტიც არის ქალბატონებო მე ერთ ვიტყვი დღეს და დაიდო ეგეთი წერილი რომელსაც ქართველი ქალბატონი რომელიც ამერიკაში მსახურობდა ერთ-ერთ საავადმყოფოში უშუალოდ ამ კოვიდ ვირუსის და რაღაც თავისი შეხედულებები აქვს და რეზუმე აქვს გაკეთებული რომ აი თქვათ და ერთადერთი მე რაც დავინახე და გენიალური ის რომ პატივცემულო საზოგადოებაა იმაზე ვიფიქროთ მარტო საკუთარ თავზე რომ ვფიქრობთ რომ თუ კუჭი აგეშალა თან სამჯერ დაგაცემინათ მაინც და მაინც ნუ ვცდილობთ რომ დაწვეთ სადმე და რაღაცა შეგიძლიათ კონსულტაცია იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ის რომ ვისაც ჭირდება რეალურად ანუ სიტყვის პრობლემა ისინი წავიდნენ საავადმყოფოებში აბსოლუტურად მაგრამ ფსიქოზი შიში სინდრომი ირმა ხო გიშინია თქვენ ესე ეშინიათ აი რა შეა საქმე უნდა განსაზღვრული იყოს ხო რისკ ფაქტორი რისკ ჯგუფები ეხლა მაგალითად რისკ ჯგუფების აბსოლუტურად არ აქვთ აი თქვათ გვეუბნებიან რომ ვინც ხართ ვისაც მარტივად დარჩით სახლში ხო მინიმუმ
მასმედიის საშუალებებით საათში ერთხელ გადმოსცემდნენ რა უნდა გავაკეთოთ სახში რომ დავრჩეთ, გავიგერო თქვა თუ შედარებით უფრო უკეთ ვარ, მაგრამ რა უნდა გავაკეთო. იცით იმკურნალო. ანუ მინიმუმ ეს მაინც უნდა გვიყვანო ეს გეგმა, ხო? სწორედ იმედი მომეცი რა. რომ ნუ გეშინი, ანუ ეს ხო შიში ყველაზე მძიმე, შეიძლება შიშით მოკვდი ადამიანი და როცა გამოხვალდა მეტყვი რომ იცი ჩვეულებრივი გრიპია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა გეუბნებიან რომ კლავს უკვე პირველივე დაცემინებაზე გარბი ხარ საავადმყოფოში. ნახე ყოველ დილით რომ გამოდიოდნენ ამბობდნენ რომ დღეს საქართველოში ხო არა 3000 ადამიანი ხო და ეხლა მე რა არის იცი შენ რომ მე ესეთი ტონით მელაპარაკე ეგეთი ტონით ელაპარაკე ოჯახის წევრებს რა მე ნუ მელაპარაკები საზოგადოებას არა ნახე რა არის არა მე არ უნდა მელაპარაკო საზოგადოებას იმიტომ რომ ოდესაც მე ვხედავ ესეთ აგრესია შენგან რომ აი კუბოები და მკვლელები ხართ ეკლესიაში ვინც დადიხარ მე შენი აღარ მრჯობა მაგაში მთელი უბედურება აი ეხლა ვიცით ეს ხალხმრავალი ეხლა ირმამ რო გააუქმა ეს აქციები ჩვენ ნახეთ ხო ამ აქციებმაც ბუნებრივია ითამაშა ამ მატებაზე ეხლა ომის რეჟიმში იყო სასომხეთი და აზერბაიჯანი მე რა მინდა გითხრათ მე მაგალითად ძალიან მეც ესეთი შეშინებული ვიყავი მახსოვს ირაკლი გოგავა და თამარ კიკნაძე ჩემი სტუმრები იყვნენ და ნუ პირდაპირ ვეკავ რას მელაპარაკები და ეს ხო იცი რა არის მე ნახე პირველ არხზე მარი მალაზონიას გადაცემაში ანიმაცია ეს ხა აბსოლუტურად როგორი იცი ესეთი დოკუმენტი რაც იყო სიმართლე და აი ამ ანიმაციით მითხრეს რომ 80% ისი არის დაავადებული რომ საერთოდ ვერც გრძნობს არანაირი გართულება მხოლოდ 20-15% შეიძლება ცოტა შეწუხდეს და ძალიან არა რისი თქმა მინდა ნახე ამიტომ როდესაც მე სიმართლე გავიგე ხო? უკვე ჩემი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, მაგრამ ეხლა 9 ჯერ გავუშვი ჩემ გადაცემაში, რომ ეს იყო პირველი არხი ამ ქალბატონის რა ქვია, გადაცემაში, ხო? ანუ რატომ ხდება? მაშინ ტესტირება არ იყო ამდენი და დღეს ეხლა ყველა რო იკეთებს, ეს ის 80%-ია, რომელიც არის დაზიანებული. შემოგეული არის ფსიქიური შეტევა ამ ხალხზე. ზუსტად მახსოვს ერთი რამე ძილისპირული იყო ერთი პერიოდი, ხო? 9 სეანსები რო იყო, ხო გახსოვს? ძილისპირულ 9 საათზე ესე მთავრდებოდა. მოვიდა კაცი და შეჭამა 3 ბავშვი. ეხლა კი მშვიდობის ძილს გისურე პატარებო. როგორ უნდა დაედინა? ყოველდღე რომ მიკიჯინებ რო 50000 კაცი მოკვდა და 90000 კაცი აგერ სიკვდილის პირა რა ცუდა რაღაცა მიხარი კიდე რაშია ნახეთ საქმე მეუბნები რომ პრევენცია არა გაქვს ხო არა სახელმწიფო აუცილებლად არა სხვა რაღაცას ნახე და მეუბნები რომ აი იმუნიტეტი ხო თანხდებით ერთადერთი არის იმუნიტეტი ხო ეს დაბალი აქვს იმუნიტეტი იმუნიტეტი როგორ აქვს როცა მეუბნები სუფთა ხაერი არ ჩაყლაპაო ჩემი იმუნიტეტი არის ვარჯიში და სუფთა ხაერი არა შენ ივარ არა ჩემო კარგო მომისმინე როდესაც მე ესე იგი იმან რო თქვა ეხა რომ გადადგა დღეს რო გადადგა მეზრიშვილი აი ლისისპადაც რო ხალდა რომ ვარჯიშობ სად გავიკეთო რო ვარჯიშობ მაშინ რაღაცა ვარჯიშობ ანუ სუფთა ხაერი არის როგორი პრევენცია ერთადერთი დაუყედრებელი პრევენცია ხო და როგორ ეხა როგორ წარმოგიდგენიათ როდეს არა ნუ არის პარკებში მაგალითად სადაც მე დავდივარ მაგალითად არის ნუ ყოველ შემთხვევაში და მე რო ეს ალიკაპი ავიკრა ხო? ან რატო უნდა გავიდე მაშინ? არა, მე ორი ცალი მიკეთია. ხო, ნუ არა, აი ესეც აი რა არის? ესეც ფსიქოზია. იმიტომ რომ მე სუფთა ხაერს თუ არ და ჩემი ესე სუფთა ხაერი ჩამოსნუ თქვა და 20 ლარი უნდა დამიждდეს ჯარიმა, ხო? არ არის და მე ამ ტონით არა, ის მე ალიკავსონ. და როდესაც ამ ტონით მელაპარაკები თან, ეს გამწარებული, ხო? არ ამჯერა რა შეიძლება. ტელევიზიაში რო იყო, როგორ დაუყვავებდი ირმა, შენ ვერ წარმოიდგენ ჩემ აყურებს და ვეთქოთ არაფრის არ შეგეშინდეთ მოდი ეხა ერთად გარიცი რა გავაკეთო დილიდან პატარა ხელიფეხი გავიქნიოთ რომ ის ტრომბოზი არ განვითარდეს ორგანიზმი ისე დილით აბა ის ლიმნიანი წყალი დალიეთ მიდი ჩემო ოქროებო აბა მიდი ჩემო ოქროებო დავარტყათ ყველამ ერთად რომ აბა სითხე ხა მივიღეთ შუადღემდე 1 ლიტრა სითხე თუ რაკენ ჩაი აუცილებლად არ დაგავიწყდეთ რაღაცა მოვიყვანდი რა არა ეკლესიაში არიანო კულელებო ესე 5000 კაცი მოკვდა 9000 ცუდად არის 80000 იკვდება არიქა
პირი აიკარი თორე დაგხრიტავს უყველას და არ გიგვენი დედა ესე იგი მახსოვს აღდგომაზე ხო ისა გვარამია ინგლისურად გვეძახდა კილერები და ესენი ქართულა ეს ყლელები კუბოები და ისა აი როგორი ის მქონდა იცით გახარიაზე აი გული ჩამეგლიჯა კაცნა თქვენ ის მაგრად მე ვარ პრემიერ-მინისტრი მე ვიცი როგორი გართულებაა და ჩვენი ერის სულიერი მამის გვერდით ვიდგე სახლში წავალ და ტელევიზორში უყურებ აღდგომასო და იქ დამთავრდა ჩემთვის პრემიერი რა თვითონ დამთავრდა ჩემი რა მას დააკვდა თორე მე რა დამაკვდა დამთავრდა ჩვენ გაიცინოს პირველი ნაწილი დიდი მადლობა პირველი ნაწილი დამთავრდა ირმა კიდევ ერთხელ გაბარებ დიდ მოკითხვას ლევანთან და ქალბატონთან დედამისთან იცოდე რომ მარტო არ არიან სვაბოდა იურიუ ძელეჩკინუ იურა არ ლევანთან დროებით